And when the action begins, your referee in charge of the octagon is Mr. Khalil Mamiel. არენაზე ძალიან ბევრი გულშემატკივარია ლევანის საგულშემატკივროდ. ძალიან დიდი ემოციები მოყვა მის ოქტაგონზე შემოსვლას. ორთოდოქს დგომშია ლევანი, ხოლო მარცხენა დგომშია მოშე. ზოგადად ძალიან რთულია ცაციას პირისპირ დადგომა და წინააღმდეგობის გაწევა, რადგან სპეციფიური მუშაობა ჭირდება. ამასობაში ძალიან კარგი გაცვლებია. შენერი ბოდიკიკი და უკვე გალიასთან მიიმწყდია ლევანმა. ისევის აღებაცა და მოშემ თუმცა არ აქვს ტანი დაფიქსირებული კარგად და სავარაუდოდ კი ასეც მოიცა გამოაძრო ლევანმა თავი. ნახოთ გარდიდან როგორ იმუშავებს აქ ალადი. აქ არმბარზე ცდილობს გადასვლას, ან სამკუთხედის ჩაწორებაც შეუძლია აქ ამ პოზიციიდან. იცავს ხელს ლევანი და სამკუთხედზე ჩაასწორა აქ. ნახოთ თუ გამოაჩენს სივრცეს და საბმიშენს თუ დაასრულებს. კარგად აქვს ჯერჯერობით ჩაკეტილი სამკუთხედი და რთულ პოზიციაშია ლევანი. დიდი წნეხი გადაიტანა ეხა კისერზე მოშემ. თუმცა ძალიან მებრძოლი ხასიათი აქვს ლევანს. აქ საკეტზე უნდა იმუშაოს, ფეხის საკეტზე ლევანმა, რომ მარტივად გამოაძვრინოს თავი. მარჯვენა მხარეს უნდა იაროს ლევანმა, რადგან სივრცე შექმნას თავის ხელსა და კისერს შორის. დაყობით ზიანს აყენებს და ფეხი აქვს გათიშული, რადგან ნაკლებად იმოძრავოს ლევანმა. თუმცა არ ნებდება. როგორ ჩანს პოულობს საჭირო სივრცეს, რომ არ დაეძინოს და ისუნთქოს. ამასობაში რაუნდის ნახევარზე მეტი გავიდა. უნდა მოიკრიბოს ძალები და ან წამოდგეს და აწიოს მეტოქე. ან გზა უნდა მოძებნოს რომ გამოძროს, თორემ ასე დიდხანს ვერ გაძლებს. გაეხსნა საბოლოოდ აქ საკეტი კარგად ჩანს და არმბარზე ცდილობს გადასვლას. მაგრამ ბრავო ლევან ძალიან კარგად დაიცვა თავი. კლაუს სამკუთხედი ჩაუსწორა, თუმცა აქედან სავარაუდოდ გამოძრება უკვე ესე უნდა დაფერთხოს მეტოქე და ფეხზე ცდილობს გადავიდეს მოშე ალადი. ძალიან მრავალფეროვან სტილს გვაჩვენებს მიწაზე მოშე, როგორც თავიდანვე ვივარაუდეთ, ძალიან გამოცდილია. აქედან გავში აშკარა უპირატესობა გქონდა. იმედი მაქვს, რომ მოახერხებს ლევანი მაგ სიტუაციიდან გამოსვლას და ისევ დგომში გაგრძელდება ბრძოლა. ეს პოზიცია მხოლოდ ლევანისთვის არ იყო დამღლელი. ძალიან დიდი პერიოდი სამკუთხედი ქონდა შეკრული, რაც ფეხებს ძალიან პირთავს. აქ აქტიურ შეტევაზეა გადასული ხა ლევანი და აყენებს ზიანს მოშეს. კარნახობს რომ შეუძლია ცოტა ადრე დაიწყოს დასვენება, რასაც სპორტსმენები მარტივად გაიგებენ, რას ნიშნავს ეს შეძახილი. შეუძლია მოიკრიბოს ძალები,
რადგან ისაც დომინანტ პოზიციაშია და დაასრულოს ასე რაუნდი. შვენიერი დასასრული გვაქვს რაუნდის. დასრულა პირველი რაუნდი. ძალიან ბევრი ცდილობა სხვადასხვა მკივნეულ მახრჩობელებზე. ყველასგან თავი ძალიან კარგად დაიცვა ლევანმა, რაც რაღაც კუთხით მსაჯების თვალში პოზიტიური ნიშანია ამდენი საბმიშენისგან თავის დაცვა და რაუნდს საბოლოოდ პოზიტიურად ასრულებს. ძალიან რთული რაუნდი იქნება მსაჯებისთვის შესაფასებლად. ნამდვილად ძალიან რთული სიტუაციიდან გამოვიდა ლევანი და ფიქრობ უმჯობესია შემდეგი რაუნდი დგომში გააგრძელოს და მსგავსი რთული პოზიციები აღარ შეიქმნას. ფეხზე მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა ხანი ვნახეთ ამ ორი მებრძოლის ბრძოლა, აშკარად გამოიკვეთა ფავორიტი ფეხზე. აშკარად ეცდება ახლა მოწინააღმდეგე ისევ მის გადაყვანას. დაიწყო მეორე რაუნდი. ჩემი აზრით მოწინააღმდეგე ისევ მომენტს ელოდება შესასვლელად, ეს უბრალოდ ფეხი გაუწურდა. არაფერია. მაგაზე მიგვანიშნა ლევანმა, თუმცა მეორე მორტყმაზეც იგრძნო და შებარბაცდა. რთული რაუნდი ქონათ და ორივე აშკარად ძალა გამოცლილია. გრძნობს ყველა დარტყმას ლევანი წინა ფეხზე და აშკარად ყურადღება უნდა მიაქციოს ამ ფაქტს. მე ვფიქრობ რაღაც დროს სჭირდება, რომ აზრზე მოვიდეს და ისევ დაიწყოს აქტიური შეტევები, დროს იყენებს დასასვენებლად. გახსნილია გვიზლი აქ. ჩემი აზრით კორპუსზეც უნდა იმუშაოს ლევანმა. კლინჩიდან აუცილებლად უნდა გამოვიდეს ლევანი. ყველა შემთხვევაში აქ მუშაობა ჩვენთვის უფრო სასურველია, დგომში მუშაობა. სტანციაზე უფრო სახიფათოა ლევანი. ორივე მებრძოლისთვის ძალიან დამღლელი იყო პირველი რაუნდი. როგორც თქვით, აციასთან მუშაობას სპეციფიური ცოდნა უნდა. რა კარგი ტაიმინგი დაიჭირა აქ. ალაძინდა გადაიყვანა მიწაზე. კი, აშკარად ელოდებოდა მომენტს, როდის შესულიყო. ჩემი აზრით ესეთ პოზიციებში მაქსიმალურად არ უნდა ამუშაოს ლევანმა თავისი მეტოქე და ეხლა კარგი პოზიცია გვაქვს. უნდა გამოიყენოს გალია, ეცადოს ყოველ შემთხვევაში წამოდგომაში, თუმცა აქ ფულ მაუნტზე მოექცა მოშე ალადი. სავარაუდოდ გადავა გრაუნდერ ფონზე, როგორც კი ამას შეძლებს. სწორედ მოშეს კუთხესთან არის ეხა სპორტსმენი და უფრო მარტივად იღებს მითითებებს და დავალებებს, რაც ეხმარება ამ კონკრეტულ პოზიციაში, რა თქმა უნდა, მოშე ალადის.
უნდა აფეთქდეს ახლა წამიერად და დაიხმაროს სეტკაც. წამოსადგომად. ზურგი მიცა. რაც შეცდომა ასეთ გამოცდილ submission artist-თან. ბოლო წუთის ათვლა დაიწყო. მეორე რაუნდის დასასრულსაც უახლოვდებით. ძალიან რთულ პოზიციაში ლევანი, მაგრამ მაინც სწორად იქცება, ეკვრება მოწინააღმდეგეს და არ აძლევს საშუალებას დარტყმების სერია გააკეთოს, რითიც დაუშვათ წინა ბრძოლა დამთავრდა, ხო? მაგის საშუალებას არ აძლევს და მაგიტომ ვფიქრობ ეს რაუნდი ძალიან მარტივად მაინც ჩამთავრდება და კიდე გვექნება შანსი, რომ აი ზუსტად ამას ვამბობდი, არ მისცა საშუალება სერიის გაკეთების და შემდეგი რაუნდი კიდევ გვაქვს შანსი მეტოქის დამარცხების. კი აქ თქოს მაგ სიტუაციაში ძალიან რთულია თავის დაცვა. მაგიტომ ვიძახი სწორად მოიქცა რომ შეეკვრები მოწინააღმდეგეს მეტი მანდ რა უნდა გააკეთო მაგ პოზიციაში, ხო? რა თქმა უნდა დიდი ენერგია დაეხარჯა აქ ლევანს, თუმცა მებრძოლი რომელიც ზემოდან არის, არც მისთვის არის მარტივი. მისაც რთულია ამ პოზიციის შენარჩუნება, მოიშორო მეტოქე, ამას დიდი ენერგია ჭირდება და მოშეც მესამე რაუნდში სავარაუდოდ საკმაოდ აღლილი გამოვა. ყოველ შემთხვევაში ეს რაუნდი ორივე მებრძოლს მოსაგები აქვს, რადგან პირველი რაუნდი არ ვიცით რომელი მსაჯის ფურცელზე რა შედეგი წერია. მარცხნივ უნდა იაროს და ხელით შეტევები, უკანა ხელით უნდა განახორციელოს კომბინაციები. გადაატარა ფეხი. უკანა ხელი კორპუსში ვფიქრობ ძალიან მარტივად გაუვიდო და მოწინააღმდეგეს. ვერ იცავს ვიც ისე კარგად. შეიძლებოდა რამდენიმე დარტყმის შემდეგ ან კომბინაციის შემდეგ ეხლა ისევ ის მომენტია, რამდენიმე დარტყმას გადააგდებინებს ლევანს და ისევ შესვლას დააპირებს მისი მეტოქე. ამაზეც არ უნდა წამოვეგოთ. ძალიან შორიდან შევიდა მოშე ალადი. ტეიქდაუნზე თუმცა მაინც გადაიყვანა ლევანი. დაღლილია უკვე რეაქციები შესუსტებული აქვს და ვეღარ მოახერხა დაცვა. აშკარად აღლობაზე მიგვიწევს, რადგან როგორც წესი სტრაიკერების წაქცევა რთულია. რადგან ისინი საუკეთესო ბალანსს აჩვენებენ ხოლმე ფეხზე. სამ წუთზე მეტი აქვს დრო მოშეს და ძალიან რთულ პოზიციაშია ლევანი. ლევანი ცდილობს გადაატრიალოს მოწინააღმდეგე, მაგრამ ამ ყველაფერს დიდი ენერგია ჭირდება. რომლის პოვნაც მესამე რაუნდში ძალიან რთულია. მაგის ცდილობისას თან იხსნება და დარტყმას ატარებს და ვფიქრობ ისევ შეკვრა ჯობია და ერთი აფეთქებაა საჭირო. ძიმეი დაყვებს უშვებს აქ ლევანი.
ამ პოზიციაში ძალიან რთულია დარტყმებისგან თავი დაიცვა. შეკვრის გარდა ფაქტურად ვერაფერს ვერ იზავს. ოჩაკ არ გაუშვა. მოშემ და ზურგი აიღო. გააბყელა აქ. ლევანი თუმცა კვლავ ფულმაუნზე მოექცა. ჩვენ ახლა კი ძალიან გვინდა რომ ლევანიმ გადმოატრიალოს მოწინააღმდეგე, მაგრამ მესამე რაუნდში ასეთი ომის გავლის შემდეგ ძალიან რთულია მაგ ძალის პოვნა, რომ აფეთქდე და ის გააკეთო, ეხლა რაც ამ მომენტში გჭირდება, ხო? კი, ლევანის მებრძოლის ხასიათის შესახებ ვახსენეთ უკვე ამ ბრძოლაში, თუმცა რაც დრო გადის უფრო და უფრო რთულდება. მე პოზიტივის ჩვენ არ ქონია რაღაც ის სიტუაცია, რომ ლევანი ვერ გამოიყენა, ხო? ყველა პოზიცია ისეთია, რომ რაღაცნაირად შეუძლებელია იქიდან გამოსვლა. არ იქნება მომენტი, რაც ლევანიმ უნდა გამოიყენოს. წუთზე ნაკლები არის დარჩენილი. სასწაული ჭირდება ლევანის ლევანს. მეშინია ზუსტად მე. სასწაული თუ გადაარჩენს ხა ლევანისთვის ამ ბრძოლას. ზუსტად იმას აკეთებს, აი რაც ამ მომენტში შეიძლება ის სხვა რა უნდა გააკეთოს ახლა, რომ ამ პოზიციიდან გამოვიდეს, მაგის ძალა აღარ დარჩენია. თავის დაცვა ალბათ არის ბოლო ვარიანტი. ძალიან წდება გული ამ ბრძოლაში, რომ ვერ ვიხილეთ ლევან დარასელიას ის ულამაზესი იმას სტრაიკი. აკეთებს, რომ რეფერი არ გააჩეროს ბრძოლა და ცდილობს მიიყვანოს ბოლომდე. დროზე ადრე აღნიშნა ნოში ალადინი გამარჯვება, რაშიც ასე დარწმუნებულია. უდიდესი ზიანი აღენიშნება ლევანს და ძალიან დასანანი და საწყენია, როდესაც მებრძოლის ასეთ ლამაზ სტრაიკინგს პრაგმატული ბრძოლები გვართნევს, ესე ვხშად რომ მივულოცოთ მოშე ალადის მივულოცოთ და ლევანიზეც აუღნიშნოთ, რომ სასწაული მებრძოლი ხასიათის ბიჭი არის და ყველაფერი წინ აქვს. უბრალოდ მისი დღე არ იყო დღეს. 22 წლის არის ის და ყველაფერი წინ აქვს. ძალიან გამოცდილი მებრძოლია მოშე, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ. Ladies and gentlemen, after 3 rounds, we go to the judges' scorecards for decision. The judges score this contest for the winner out of the blue corner.